სილამაზეს და ძვირფას ტანსაცმელს არ მიაქციო შენ ყურადღება. შენ სულ ეძიე ადამიანი, ხორცი ბაზარშიც კი იყიდება. ეს გახლავთ გადაცემა მეგობრობის დღიურები, მე კირა საკურველია, მისი ერთადერთი და უალტერნატიო წამყვანი ნინო ადამაშვილი ვარ. ეხლა წარმოგიდგენ ჩემს სტუმარს, ჩემი სტუმარი გახლავთ გურამ შეროზია, ბლოგერი, უფლებადამცველი თუ როგორ წარგადგინო კიდე. აი, არ ვარ სხვათა შორის. არ ხარ უფლებადამცველი? გენდერული ზოგადად ვიცავ ჩემი ინიციატივით და ჩემი კეთილინებით, მაგრამ ისე არ ვარ. და გენდერული თანასწორობის მომხრე ხო ხარ? კი და აი ამ სუფრაზეც მოვითხოვ გენდერულ თანასწორობას და მე იქით დაგენიშნავ შენ. აი მაგალითად შენ დალი არ აყიმედავლე ყავს და ასე შემდეგ. არა ხა მე დავწოლოთ როლები. ხო, მაგრამ მე დავლიوار ახლა. ხო და მაგ ლოგიკით მაშინ შენ გააკეთებ ხინკალს და მე ჩავასხავ ბეტონს, ხო? ხინკალს კი ბატონო, ვისწავლი. შემდეგი გადაცემისთვის ვეცდები რა ხინკალს მოხდება. თუ გენდერული თანასწორობა არის, ხო? არა, სამზარეულოში ძალიან ძლიერი ვარ ზოგადად, ოღონდ აი ხინკალი მაინც ის კერძი აიღე, რომელიც არ ვიცი. შენი სხვა ყველა. მე ზოგადად როლს ვახავ, მაინდა-მაინც ანუ არ მიწითლებს ხოლმე. ერთ ჭიქას როლს ვახავ, არ მიწითლებს. თუ გინდაც არაყი დავლიო ან შამპანური ან ღვინო, მნიშვნელობა არ აქვს, რას დავლიო, მაგრამ ერთი ჭიქა არასდროს არ მიწითლებს და რავი, ეხა თან მეგობრობის დღიურები ქვია ჩემ გადაცემას და ხასიათის გასწორების პონჩი შეებახე ერთ ჭიქა რომ დალიო, არა? კაი, მოვინდომებ მაქსიმალურად და დავიწყოთ. კაი. ანუ მე დავასხა, მაგრამ მე რომ მიკროფონი მიკავია. მე ვიჭერ მიკროფონს, რაღაცას ბანტიანს, გენდერული თანასწორობის მიზნით. მოდი დაგეხმარო ჭიქებში. პირდაპირ დაასხა, თუ კიდე რამე იდაყვი ამოკარი ბარემ, სრული წესის დაცვით. არა, ზოგს რაღაც ლუკი აქვს ხოლმე. აი საკმარისია მეგობრობის ხაზგასასმელად. თავი ხო რაოდენობა არ არის მეგობრობაში, თავია ხარისხის ადგილზელო და კი მე სხვათა შორის ჩემო მეგობრებმა იციან რომ მე და შემეგობრები არა ვართ მაინდა-მაინც თუ კაი გამარჯობა არა არა მტრები არ ვიყავით და სხვათა შორის მაგაზეც დაგისო მე ერთ ნუ შეკითხვას ჯიგრულად რა თქმა უნდა სუპრა ესეთი დამახვედე რომ ჩემ ჯამთა უკებაზე ვარჯის ამოკარი წიხლი მაგრამ ნუ მეგობრობის სახელით მე ჯამთელად ვიყვებები 10 კილო დავიკელი აი ძალიან გაჭიროებით მაგრამ მეთქი ხა ისეთი კაცი მოდის რომ რო არ დავახვეთ რომ ჩემი ხათრი და არ ვეკი ბატონო დავაფას დაგიფასდება კი მაგრამ უნდა ავიღოთ და უნდა გავსინჯოთ რაც მოტანილია მოდი მე მინდა რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩემს საყვარელ გარაჟში მართალია რომ ჩემი ხადავი კი ახლა აქ არ არის მაგრამ მაგისტური და გული აქ არის შენ მოსვლას შენს დახვედრას ხო ჩემ დახვედრას გაუმარჯოს და რა ვიცი მრავალ ახალწელს და ეს არის ჯამთელად ბედნიერად და სუფარეხებში და სუფარეხებში ხადავიკებში სუძეხვებში და ლორ კაფეჩიკებში გაგვიმარჯოს შვენიერი არაყია თუჩების გასასვლელებლად სხვათა შორის ხო აბა ჯონჯოლი მიაყოლე მე ჯონჯოლს არ მივაყოლებ უფრო ეს ვარიანტს მივაყოლებ მაგრამ მე მინდა რომ შენც ჭამო რამე იმიტომ რომ აი მე ჯონჯოლს მივაყოლებ ყველაზე ესეთი და შეგიძლია კითხვები გამოუშვა სანამ მე ხეჭვის პროცესით მექნება პირი დაკავებული ძალიან კაი წუთი გურამ სიყვარულით უფრო ხშირად დამთვრალ ხარ თუ ღვინით ან არ სასმელით ჩემ და სამწუხაროდ სასმელით უფრო ხშირად დამთვრალ და შენ და სამწუხაროდ ნუ ხო ითვლება რომ აი რაღაცა რომანტიკა და რაღაცა ესეთი გრძნობები და ასე შემდეგ კარგია როცა ხშირად გრძნობ და მე ალკოჰოლს უფრო ხშირად ნუ ვერ ვიტყვი რომ რაღაც თავგადამკვდარი მსმელი ვარ მაგრამ თუ რაოდენობრივად შევადარებ სასმელით უფრო ხშირად დამთვრალავ ვიდრე სიყვარულით ხო შეიძლება რომ იყოს სიყვარული მარადიული მარადიული იმდენად რამდენად არაფერი არ არის საერთოდ დედამიწის ზურზე, ნუ ჩემი პრაგმატული შეხედულებით და ცივი გონებიდან გამომდინარე, სიყვარულიც არ არის მარადიული, მაგრამ თუ საქმე სჭირდება, მოდი იყოს მარადიული ამ შემთხვევაში. თუ თქვა ჩაგიგდო, ნუ კაი იყოს მარადიული ერთეულ შემთხვევაში. და ნება თუ არის მარადიული? ნება მიდუმედეს არ არის მარადიული.
ანუ თუ სიყვარული ერთ წუთით კონკრეტულ შემთხვევაში, აი რომელიმე მილიონიდან ერთ შემთხვევა ავიღოთ, ხო? ოკეი, მილიონი ერთ შემთხვევაში იქნება მარადიული. თუ სიყვარული მარადიულია, მაშინ ამავე რეჟიმში ხო შეიძლება რომ ნებაც მარადიული ნუ იყოს. ანუ ამ სიყვარულთან თანხმდრივ ნება რაც იქნება. კი ბატონო. ანუ მეთანხმები. ნუ სხვა გზა არ დამიტოვეთ და ჭიხში მომაქცია, ამიტომ გეთანხმები. თან ნაშრომი ნინო ამბობენ რომ თვათ. არა, შეწინააღმდეგება არ მირჩიეს ნაშრომ ნინოსთან. ასე რომ გეთანხმები, მარადიულია ყველაფერი. პროსტა ეგ გითხა ეგ მითხარი უბრალოდ რა. ხარო გავალ აქედან მე მაგაზე ვიფიქრო, სად დაუშვი შეცდო. ანუ შენ არ ეთანხმები იმას რომ ქართული სუფრა აკადემიაა? ქართული სუფრა ძალიან კარგი რამეა, ოღონდ აი სადღეგრძელო ერთადერთი რაღაც ესეთი ლაფსუსი ჩემი აზრით, რომელიც ცოტა ესეთი მოსაბეზრებელი ხდება ხოლმე, აი როცა ძალიან დიქტატურაში გადავარდება ხოლმე თამაში. მაგრამ ნუ რამე სადღეგრძელო თქვა, აი გამომარჯოს მაგალითად ჩვენს მომავალს და ხვალინდელ დღეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი რაღაცნაირად ოპტიმისტურად და სწორად შევხედროდით, სწორად აგეგმილად და პროდუქტიულად შევხედროდით ხვალინდელ დღეს. და ეს იყო ჩემი სადღეგრძელო. კი ბატონო, გაგიმარჯოს. მაჭახუნე. არ გისია. მოაჭახუ ვინ მაინც ჩემტენე ეს ფუნქცია ვითომ გენდერული თანასწორობაა, მაგრამ ჩემმა რესპონდენტმა მერიქი ფებრუარში იტაცა. ნელა მაპარებ, ხა ცოტა ხანში მე მგონი ამ კაპოტზე ამიყვან და არა, მაინც კაი ბიჭი, ანუ არ არის ცუდი ტიპი. ხა ალალა დრო თქვა. რომელი ესპონეტი მე? ხო, შენ ხარ შენ. მე ძალიან კარგი ბიჭი ვარ. მე არასოდეს არ მithქვამს. მიუხედავად ჩვენი ერთი პერიოდი დაძაბული ურთიერთობისა და მაგასაც ახსენებ მოგვიანებით, არასოდეს არ მithქვამს, ყველაფერს ვიცავა რომ შენ ხარ ცუდი ტიპი და ცუდი ადამიანი. უბრალოდ რაღაცნაირად ჩვენ იყო პერიოდი, როცა ვერ გაუგეთ ერთმანეთს, მაგრამ ნუ ხდება ხოლმე ეგეთი შემთხვევებიც. და მარგალი კოიჩი მორე. სალა მინდა მეთქი და მომცეს მაინც ვიჩინა შემომყენეს ბოლოს. ეს რანაირი სალა მე მინდოდა, ანუ აი ეს რაჭული ვიჩინები როა ხო იცი გლორია შებოლილი 6 თვესე კი და ბუხარშიო გაგიგია. რამე რუსულ სლენგებს იყენებ ნინო ჟეშტიანჩიკიო გარაჟიო კაპჩონი ვიჩინა კალბასი. ნუ რუსული ხო არ არის ასურველი, მეგრული სლენგები ჩაანაცვლე. ნუ ჩვენი ოკუპანტის ენაზე წარმოთქმული. ნუ სლენგები ზოგადადაც რავი. თუმცა მე თვითონ ინგლისურ სლენგებს ვიყენებ, ასე რომ არ მეთქმის. ხო, მაგრამ მე რო ინგლისური არ ვიცი, რა ვქნა. არა, მე ვიყენებ ინგლისურ სლენგებს თქო და ანუ არც ეგ არის კარგი თქო მაგას რომ. არა, ხო, მეც გამოვიყენებდი, იმიტომ რომ უფრო ნავაროჩენია ხდები, მაგრამ მე არ ვიცი და მაგიტო. ქართული ხო იცი. გურამ, როდის მიხვდი რომ გურამ შეროზია ხარ? როდის მიხვდი რომ გურამ შეროზია ვარ და პირველ კლასში, იმიტომ რომ გურამი არის ჩემი პასპორტის სახელი, მანამდე ბაჩოს მეძახდნენ, სხვა შორის არ არის. გურამს ვერ მეძახდნენ, ორი თვის ბავშვი გურამა რაღაცნაირად არ ჟღერდა და მეძახდნენ ამ სახელს. ამიტომ პირველ კლასში გავიგე, როცა მასწავლებელმა დამეძახა, რომ ვიყავი გურამ შეროზია. აქამდე მეგონა რომ ვიყავი ბაჩუნა. თუმცა ეს სახელი უკვე დაიწყებას მიეცა, იმიტომ რომ უკვე გურამობა მიწევს, უკვე აგერ უკვე მრავალი წელია. ნუ ასაკზე მაინც თავს შევიკავებ, არ დავასახელებ. ნუ 30-ის გარშემო ვტრიალებ. პატრიციაც არის შენს ენაზე. შენ საყვარელ ენაზე რო გითხრა. მეც ეგრე ვტრიალებ, პატრიცია 540. მე ვეძახი ხოლმე რომ 25 პლუსის ხა და რამდენი პლუსი უკვე აღარ აქვს ნიშნება. გურამ, რამდენი მიყვარხარ დაგრჩა? არც ერთი, იმიტომ რომ არ მიყვარს ზოგადად ეგ სიტყვა ესეთი ოფიციალურად დავსხედით და მოდი მე შენ მიყვარხარ, ამიტომ არ ვითვლი. აი შეიძლება სიტუაცია მოიტანოს და ვთქვა, მაგრამ რამდენი მქონია ისიც არ ვიცი, შესაბამისად რამდენი დამრჩა ეგეც არ ვიცი. სადღეგრძელომდე მაინტერესებს შენი მიკროფონი სიყვარულთან არის კავშირში, რაღაც წითელი ბაფთა. ეს ნიშანია. სიყვარულთან არის კავშირში. არა, ეს იმის ნიშანია, რომ ანუ ეხა მე რაღაც მე უკვე ეხა სახაშლამე ვარ, მაგრამ თავის დროზე როცა გავთხოვდი და რაღაცა, ნუ ქალიშვილი რო ვიყავი, მაგის აღსანიშნავად ეს ბანტი გავუკეთი ამ მიკროფონს. მართლა ქალიშვილი ყავი თუ დედამთილის გასაგონად? დედამთილის გასაგონად რატო კაცო, ისედაც ვიყავი და ანუ ეხა ეს არის სიმბოლო მაგისი და მაშინ ხო გადაცემა არ მქონდა და როგორ გამოაშკარავებდი და 15 წელი შემდეგ, აი, გამომარჯოს მაშინ შენ არ ღირსეულ ქართულ ქალებს ჩემო ნინო. გურამ, როგორ ფიქრობ?
იმ დემონს რომელიც სულში ჩაგისახლდება ოდესმე ნუ ყველას ყავს დემონები ხო რა ზომა მკერდი ექნება 2 და მდგრადი 2.5 მაქსიმუმ მდგრადი კი ბატონო მაგრამ მდგრადი შეიძლება რომ ნუ 5 ცოტა უჭირს ვიდრე 2-ს all body-ში არა რა ვიცი ხა მე 7 მაქვს მაგრამ არ მგონია რომ რამე უჭირს 7 გაქვს კი მაგრამ არ მგონია ეცი რა გემონების ამბავია და მე რაღაცნაირად არა მე კი არ გეუბნები რომ მაინდა-მაინც მოგწონდა 7-ო ხო არა ვიცი სხვა რამეს ვამბობ ანუ იმ დემონს რომელიც ჩამისახლდება ვისურვებდი რომ ისე დემონი იყოს რომელიც ჩემ გემონებას დაემთხვევა შესაბამისად რა იმ კერძზე საუბრობთ და დედრობით ისკესის დემონი თუ იქნება 2.5 ზომის მკერდი და ვიდრე იქნებოდა გადაცემა მეგობრობის დღიურები მანამდე იყო ესეთი ძალიან კარგი და პოზიტიური გადაცემა ნინო ადამაშვილის რჩევები შენ ჩემი ვიდეო განათავსე შენს გვერდზე ესე რომ ვთქვათ და ნუ დააწყებინე მაყურებელს ქილიკი და მაყურებლის მაყურებლის გარკვეულმა კონტინგენტმა თავისუფლებაში მე არ ჩავრელ ერთით მაყურებლის გარკვეული კონტინგენტი არსებობს რომელმაც დაიწყო ქილიკი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და არსებობს მეორე კონტინგენტი რომელიც ფიქრობს რომ ეს იყო შენი მხრიდან ბოზურის აქციელი აი რა სიტყვი ამასთან დაკავშირებით მეორე კონტინგენტის კონტინგენტს ვეთანხმები. როგორ ფიქრობ ვეთანხმები? შენ დღეს თქვა კონტინგენტი. ნუ ეთანხმები რა თქმა უნდა. არა, მე არ ვეთანხმები. შენ როგორ ფიქრ? არა, მე სხვა შორს არ ვეთანხმები მეორე კონტინგენტს, მაგრამ შენ რა სიტყოდი? აიცი რა, მე ვიტყოდი რომ ეს იყო ნუ ზოგადად როცა რაღაცას ხედავ ინფორმაციას, აზიარებ და უზიარებ საზოგადოებას. მე მგონია რომ ჩემ მხრიდან იყო წანისტი კარგი საქციელი, იმიტომ რომ რაღაცა 20,000 ნახვა ქონდა ვიდეოს და 150,000 თუ 200,000-ზე ავიდა. ხო, მაგრამ შენ ნახე კრისულად მოიქეცი გურა, იმიტომ რომ შენ ეგ ვიდეო პოსტივისი ლინკი კი არ დადე. ხო, გადმოწერდი ისე დავდე. გადმოწერე და ისე დადე. ხო, მე კიდე უკეთესი. და რატო არის უკეთესი? მაშინ პოსტივის ლინკი დაგედო და არა, სოციალურ მედიას ხო აქვს ეგეთი პრინციპი, რომ თუ რაღაცას აშიარებ და ახლობთ 10-ჯერ ნაკლებია მისი ნახვის ალბათობა, ვიდრე როცა შენ როგორც ახალ ნიუს დებ. შესაბამისად, ჯამური ნახვები რო დააჯამო ორჯერ მეტი იქნებოდა ესეთ შემთხვევაში ვიდრე გამეზიარებით. ან გაზიარებით ცოტას მოუმატებდი, ახლიდან დადებით უფრო ბერს მოუმატებ. თუ მიზანია რომ ბერმა გუნახოს და არა ხო, მაგრამ შენ ხო ვიყავი იქაც და იქაც. არა მე კი ვიყავ, მაგრამ მე პოსტივის ნახვები უფრო მაგალო. კაი, ხო, ნახვებს შევეშვა. ხო, მე ანუ რა მოტივაციით დადე? ნუ როგორც ბოზურის აქცია. არა, ეს არის იყო ბოზურის აქცია. აი, ეხა ვიტირებო მაგრამ. არა, ნამდვილად არ იყო ეს ბოზურის აქციელი. ხო, მაგრამ მე იქ ადამიანები მლანძღავდნენ, მე როცა შემოვედი მე და მათ ვუპასუხე და ნუ მე აგრესია გამოვხატე რასაკურველია. შენ მე დამადე ბანი და ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი. კი, ბანს აგადებდი თუ გინება დაიწყე ხა უკაცრავად. გინება უკაცრავად და ეხა დედის ტრაქს რო გაგინებენ და თუ მე კარგი ტრაქის გინებით უპასუხე, ეგ გინება არ არის. გააჩნია ვის აგინებ. გინებას თუ დაურეპლიკე აბსოლუტურად იდენტური ტექსტით, რატო არის ეგ აგრესია, ანუ ვერ ხვდები. მავრიც ალბათ მე მაგინე და მაგიო დაგადებანი. მარტო შენ კი არ გაგინე, მე ვიცი მე. სრულიად საზოგადოება. აი ნახე მთვრალი ნინოს გაჭერდება. მთვრალი ნინო არა ეგრე. ჩაანაცვლე კითხვა, აღარ მომწონს. არა, საერთოდ ჩემ ჯონჯოლს. ხო, მაგრამ რაღაცნაირად სიმართლე წარიგა. სხვათა შორის მე მინდა. ბოზურის აქციელი. ეგ ჩავლილი თემაა უკვე, მაგრამ მოუდრე, ძალიან მოუდრეკელი ხარ, ხო, მაგრამ არც ერთი რესპონდენტი არ ყოფილა ესეთი მოუდრეკელი, როგორიც ნუ ხა ადამიანები ხო განსხვავებულები არსებობს და ნუ ისეთის გეყოლება, პიროვნებას გეყოლება და უცნაური პიროვნებას და ასე შემდეგ. კითხვა, ბოლო კი არა. შემდეგი. როგორ ფიქრობ, ქალი ლოგინში ბოზი უნდა იყოს და მე სამზარეულოში დედა? არ ვიცი ლოგინში ბოზი რას ნიშნავს? ანუ ფულს მთხოვდეს სექსში? არა, გარყვნილი არა. ხო, გარყვნილი ძიზები უნდა იყოს და უნდა გითხრას, ვიცი რა, აი მე მოდი ესე გეტყვი, ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. ანუ როგორც მისი კომფორტის ზონა, არა, ლოგინში როგორც მოსწონს ისე უნდა მოიქცეს. არა, ეხა ბოდიში კაცის მიღმა გეტყვი, ატრაკებ, იმიტომ რომ მე გეკითხები სხვა რაღაცა, შენ პასუხობ. ხო და ეგეთი უნდა იყოს, როგორც უნდა. არა, სამთავრობო სექტორის ენა შუქი ჩააქროს და აქვს მკერდის კომპლექსი უნდა ჩააქროს. თუ უნდა რომ თვითონ იყოს ზემოდან, უნდა იყოს ზემოდან. არ ვიცი, თუ უნდა რომ ნახევრად ჩაცმული იყოს ჩაცმული. ანუ როგორც უსწორდება ესეთი უნდა იყოს. და გინდა ბოზი დაარქვი, გინდა გარყვნილი დაარქვი და გინდა, რა ვიცი, ქალიშვილი. არა, შენ ალბათ ვერ ჩაწვდი სწორად შეკითხვის არსს. იმას მე რაც კითხე.
ანუ არსებობს ლოგინში ყდება მოსილი ქალი, არსებობს თამამი და არსებობს ბოზი, მაგრამ შეიძლება ლოგინში ბოზი იყოს, მაგრამ ცხოვრებაში იყოს ძალიან პატიოსანი. თამამი იყოს ყველგან. ანუ მისცეს თავისუფლება თავის თავს ყველგან. ლოგინში თუ სამზროს მაგისტრატზე თუ ქუჩაში თუ შენ ბოზი ხარ ლოგინში? ანუ მე ბოზი ვარ, ხა ჩემზე არ ვსაუბრობთ მე. ხო და ვისაუბროთ. საინტერესო, ანუ მე თავისუფალი ვარ, მაშინ მაგავე ლოგიკით გეტყვი. ხო და აი შევთანხმებულ ვარ. თუ შეგიძლია რომ ჩემი გადაცემისთვის, მეგობრობის დღიურებისთვის, რამე ესეთი წარედ რო შეიგინო, რა ცოტა წარედ. არ შემიძლია. რატო ხა იქ კარგად იგინები ხოლმე? სად ვიგინები კაცო? არ ვიგინები. ეცე რა არის გამოხატვის ფორმატ გონია რომ თუს დავადებთ, არ არის პრობლემა. არა, არზი ჩემში და ხე როგორ შევიგინო. გურამ, ასტრონომია გიყვარს? არა. არა, მოდი ამ პასუხს. რა ლაკონური პასუხი. მეორე განორჩა არ ვიცი. აჰა, ამ ყვარს და რა ვქნა. ანუ შესაბამისად ეხა მე რო გითხრა რომ შავი ხრელი გაჩვენე მეთქი აზრიც არა. შავი ხრელი მაჩვენე, მაგრამ აზრიც არა, ხო? სხვათა შორის ერთი ტიპის ის ბუხართან, ნუ შეიძლება იცი კიდევაც და რაღაცას ფიქრობს. ანეკდოტია? არა, არის სადღე გრძელო არის. ტიპის ის ბუხართან და რაღაცას ფიქრობს რა თავისთვის და ბიჭი და შევა ამ ბიჭის დედა და ეტყვის რომ ნუ ჩაკეტილი ხარო ბუხართან ზიხარო ცეცხლს უყურებო და რაღაცას ფიქრობო და ესე გრძელდება უკვე 2 დღეა და ანუ რამე პრობლემა გაქვს თუ რას ფიქრობ ანუ რა ხდებაო შენს ირგვლივ ამიხსენიო გამაგებინო და ეს ბიჭი არა არაფერიო მე შევა ამ ბიჭის შეყვარებული და ეტყვის რომ რას ფიქრობ რა ნუ არაფერი და რეალურად ამ ბიჭს ქონდა ძალიან დიდი დარდი და ძალიან დიდი პრობლემები და ეს ბიჭი რამდენიმე დღეში ნუ სამწუხაროდ დატოვა ეს სამყარო და გარდაიცვალა ანუ ეს არის რეალური ფაქტი და მე მინდა პრობლემები ქონდა ნუ ქონდა რაღაცა თავისი პირადი პრობლემები რომლის გამოც ის ადამიანი ნუ გადაწყვიტა წავიდა ამ ქვეყნიდან. მოდი მე მინდა მეგობრებო რომ ამ შემთხვევაში ამ კონტექსტში ვიტყვი რომ ჩვენთვის ყველაფერს და სხვისთვის არაფერს გავუმართ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა იყოს სხვისთვის არაფერი და ის იყოს ჩვენთვის ყველაფერი და მე მინდა ვთქვა რომ სხვისთვის არაფერს და ჩვენთვის ყველაფერს გავუმარჯოს. გურა სხვისთვის არაფერს და ჩვენთვის ყველაფერს გავუმარჯოს. გაუმარჯოს. ვახტანგურად გამაუშვი. მე რო ეს მიჭირავს ჭიქა? ხო, ორი შემოიჭირავს. ხო, მაგრამ თუ არ დალე მე კამერის მეორე მხრიდან ვარ და ესე მტერი დაგეცალოთ ჩემო მტრებო. როგორ ჩემი ჭიქა? ისი აგიხდეთ ყველაფერი, კაი ჩემო მეგობრებო. დავიმშვიდობები ჩვენ სტუმრებს, მე კი გეტყვით, რომ ეს გახლდათ გადაცემა მეგობრობის დღიურები, მე კი მისი ერთადერთი და უალტერნატივო წამყვანი ნინო ადამაშვილი ვარ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ავტოფარეხში, ეს ხადავი კი არა რა ვიცი სად წავიდა, მაგრამ ჩვენ კაი დრო გავხო, კმაყოფილი ხარ გურა. კი, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ეხლა მე უნდა წავიდე, იმიტომ რომ თან ცოტა ნასვამი ვარ, თან რაღაცა უმანქანოდ მოვედი და ხვალ კიდე დილით 6 საათზე უნდა ავდგე და უნდა წავიდე ახალციხეში, იმიტომ რომ გავიგე რომ დამირეკეს ამით დღეს რომ იქ ერთ ადგილას მიუღიათ ნამდვილი გუდის ყველი და უნდა წავიდე და უნდა ჩამოვიტანო, იმიტომ რომ სხვათა შორის გურამ ალალად ვამბობ ამ ახალ წელს მთელი ქვეყანა გადავაბრუნე და გუდის ყველი ვერ ვიშოვე. გუდა არ არის, просто არ არსებობს რა. რამდენჯერ მომატყუეს, მომიტანეს ქარხნის ყველი და მითხეს რომ ეს არის გუდის ყველი, მაგრამ არ იყო, ანუ ეს იყო ჩვეულებრივი საქონლის ყველი. გუდის ყველი რეალურად საქართველოში არ არსებობს. ამიტომ უნდა წავიდე ახალციხეში და უნდა ჩამოვიტანო გუდის ყველი. და ხვალდილისთვის უკვე მივდივარ, მანამდე მე ახალციხელებს მივმართავ და ზოგადად ახალციხეს მივმართავ. ახალციხეო, ციხეო მაღალო, ხვალ ჩემი თავი უნდა გახარო. ამით გემშვიდობები. გილოცავ ახალციხე.